გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გაშლა შეეხება თემატიკას, რატომ დაინგრა თქვენი ურთიერთობა. ვიდეოს ჩაწერა დავიწყე და რატომღაც არ იწერდა თურმე და უკვე ამოვიღე არკანები და მოდი განვიხილოთ, რატომ დაინგრა თქვენი ურთიერთობა. აქ მიჩვენებს, რომ თქვენს ურთიერთობაში მოხდა შემდეგი რაღაც ოჯახური შეკრება, რაღაც დღესასწაული იყო, რის დროსაც მოხდა თქვენი პარტნიორის მხრიდან საკმაოდ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი, ესე ვთქვათ, მიმართულება თქვენს მიმართ, ან იყო ოჯახის წევრებს შორის ან ნათესავებს შორის კონფლიქტი და ამ დროს მოხდა თქვენი განსჯა თქვენს მიმართ რაღაც ნეგატიური აზრების წარმოთქმა და თქვენ ადამიანმა არ დაგიცვათ, არ დაიჭირა თქვენი მხარე და ხშირად მეორდება მსგავსი სიტუაციები, როდესაც თქვენ რაღაც პატარა ბავშვებით გექცევიან და თქვენი პარტნიორი ამ ყველაფერს უყურებს შორიდან და არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ეხლა მან სიტყვიერად გამოხატა თავისი აზრი და მიხვდით, რომ თქვენ მარტო ხართ ამ ბრძოლის ველზე, თქვენ მარტო ხართ ამ სამყაროში და მოხდა ძალიან დიდი ნეგატიური ენერგიის გასხივოცნება. როდესაც უნდა ყოფილიყო თქვენი ბედნიერი მომენტი, ეს ბედნიერი მომენტი რაღაც ტრაგიკულ მომენტად შეიქმნა და ამ ურთიერთობაში თქვენ დაკარგეთ ის ვნება, ის სიხალისე, რაც ურთიერთობის დასაწყისში იყო. აქ ჩანს, რომ ენერგეტიკულად თითქოს ერთმანეთს შორდებით და თქვენი მენტალური მდგომარეობა და თქვენი მენტალური სიტუაციები ძალიან განსხვავდება, ხომ? ეს სხვა მსოფლმხედველობები აქვს, თქვენ სხვა მსოფლმხედველობები გაქვთ და ძალიან ნეგატიური იყო იმის გააზრება, რომ შენი ადამიანი, შენი პარტნიორი, ვინც ძალიან გიყვარს, არის სრულიად სხვა მიმართულებით, სრულიად სხვა ნაპირზე და ის შენთან არ არის. აქ ჩანს მდგომარეობა, როდესაც თქვენ გაათვიცნობიერეთ, რომ უფრო მეტი რამის გააზრება შეგიძლიათ, უფრო მეტად განვითარებული ხართ მენტალურად და ფიზიკურადაც უფრო კარგად გამოიყურებით და არ უნდა მისცეთ ადამიანს უფლება, რომ თქვენი ეს ინდივიდუალიზმი დათრგუნონ. შეიძლება თქვენ წახვედით რაღაც წვეულებაზე, რაღაც გართობის მომენტი იყო, შეკრება იყო, ქალების შეკრება ან რაღაც მამაკაცების შეკრება და იქ მოხდა რაღაც ვიდეოების ან ფოტოების გადაღება, ეჭვიანობის სცენები, რაღაც თითქოს თქვენ ყოფაქცევას აკრიტიკებენ, თქვენი ჩაცმის სტილი გაკრიტიკდა და ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იყო საზოგადოებისგან და ამ საზოგადოების წინაშე თქვენმა პარტნიორმა დაგტოვათ მარტო და მათ აყვა ესე რა თქვა და მათი სიტყვა იყო მისთვის მნიშვნელოვანი. ანუ თქვენი სიტყვა, თქვენი ნდობა იყო აქ დაიგნორებული და არც ყოფილა აქ მიღებული ხო მისი მკუთხიდან. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ თქვენ უფრო მეტად განათლებული ხართ, უფრო მეტად მრავალფეროვანი ხართ და თქვენი ეს ცეცხლოვანი ენერგიები, თავისუფალი ენერგიები არ შეესაბამება ამ მამაკაცის ოჯახურ სტილს. ანუ რადიკალურად განსხვავებული ხართ მისი ოჯახისგან, მენტალური მდგომარეობითაც ძალიან განსხვავდებით და სხვადასხვა საფეხურზე შეიძლება იმყოფებოდეთ სოციალურ ფენას გულისხმობ. კი ცოტა ის არის ცუდი მოსასმენია, მაგრამ შეიძლება იყო სოციალურად განსხვავებულები, ხო? აი ფინანსური კუთხითაც შეიძლება თქვენ მდიდარ ოჯახში აღიზარდეთ, თავისუფალ ოჯახში, სადაც ყველაფერი ჰქონდათ, იმას აკეთებდით, რაც გინდოდათ და ამის ოჯახი, მამაკაცის ოჯახი იყო პირიქით სიღარიბეში გაზრდილი ბიჭი, მამაკაცი, რომელსაც ბევრი გამოწვევები ჰქონდა ცხოვრებაში, ბევრი სირთულე ოჯახისგან იყო აღზრდილი ძალიან წესებში, კანონებში, კოდექსებში და ეხლა თქვენ რო დაკავშირდით ერთმანეთთან, თითქოს უნდა ამ მამაკაცს რომ მოგაქციოთ თავის მარწუხებში და ისე გადაგიყვანოთ თავის ცხოვრების სტილზე, როგორც თვითონ არის აღზრდილი, ხო? ან როგორც თვითონ აღზარდეს, რა მენტალიტეტითაც აღზარდეს, იმ მენტალობაზე უნდა რომ გადაგაწყოთ და ძალიან ნეგატიური სიტუაციებია. აქ თითქოს თქვენი სამყარო იცვლება, თქვენი შინაგანი მესცვლელებას გულისხმობს. ასევე აქ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემებიც იყო ზოგიერთ თქვენგანთან, ის რომ თქვენ არ ხართ ჯერ მზად, რომ გააჩინოთ ბავშვი, ჯერ არ ხართ მზად, რომ თავი მიუძღვნათ დედობას ან მამობას, არ აქვს მნიშვნელობა სქეს და აქ მოდის ოჯახისგან საკმაოდ დიდი წნეხი, საკმაოდ დიდი ნეგატიური დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით და თქვენ მოგიწიათ, რომ დაგეფიქსირებინათ ეს აზრი საჯარო შეკრებაზე, რაღაც დღესასწაულზე ან შეიძლება დაბადების დღე იყო, ან რაღაცას აღნიშნავთ, მოკლედ აღნიშნავდით და აი ამ მომენტში მოგიწიათ საკუთარი აზრის მკაფიოდ ხმამაღლა დაფიქსირება, რასაც მიიღეთ ძალიან დიდი ნეგატიური დამოკიდებულება არა მარტო იმ ხალხისგან, ვინც მანდ იყო, არამედ თქვენი პარტნიორისგანაც და ეს იყო საკმაოდ ტრაგიკული მდგომარეობა თქვენთვის და ამ მდგომარეობის გამო თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს ურთიერთობა დაგესრულებინათ, იმიტომ რომ ამ ურთიერთობაში თქვენ ვერ ხედავდით საკუთარ თავს და ამ ურთიერთობაში არ იყო თქვენი ემოციური სტაბილურობა და აღიარებული თქვენი აზრები. არ ითვალისწინებდნენ ამ აზრებს და ძალიან მტკივნეული იყო თქვენთვის ეს ყველაფერი, ამ ოჯახის დასრულება და ძალიან ბევრს ფიქრობთ ამაზე, ხო? უფრო დასრულებულად კი არა, უფრო დასტოპებულად თვლით ამ ურთიერთობას და ელოდებით, მოლოდინია იმისა, რომ თქვენი პარტნიორი გადმოდგავს ნაბიჯებს და ამ პაუზას, ესე რა ვთქვათ, შეამცირებს, აღადგენს ურთიერთობას
ურთიერთობას და აქ ჩანს ის, რომ თქვენ იზიდავთ, უხმობთ გონებაში, უხმობთ ღამის პერიოდში და მთვარის ენერგიით იზიდავთ, იხმობთ თქვენამდე და ჩანს, რომ ძალიან დიდი მოლოდინია იმის, რომ თქვენი ადამიანი გამოსწორდება თქვენს პოზიციებს უფრო მკაფიოდ დაიცავს და ისეთი მამაკაცი ან ისეთი ქალბატონი გახდება, როგორიც თქვენ გინდათ, რომ გვერდით ყავდეთ. ძალიან დიდი მოლოდინია და ძალიან დიდი ტკივილი, რომ არ გინდოდათ ეს ყველაფერი, ხო არ გინდოდათ ამ ბედნიერების დასრულება, არ გინდოდათ საყვარელი ადამიანის დაკარგვა და უბრალოდ სიტუაციებმა ასე განაპირობა, იმიტომ რომ თქვენ ამ ურთიერთობაში არ იყავით მიღებული, თქვენ ამ ურთიერთობაში არ იყავით აღიარებული და თქვენ როგორც პიროვნება ამ ურთიერთობაში ძალიან ბევრ სირთულეებს გადიოდით და უკვე რთული გახდა ეს ურთიერთობა, უკვე კატასტროფა გახდა და ამიტომაც ამოხეთქეთ, ხო, აი როგორც ვულკანი რო ბობოქროს და ბოლოს აღმოხეთქავს, რაღაც ეგეთი მომენტი იყო. მოკლედ ასეთი იყო გაშლა მეგობრებო, წარმატებები.